განადგურებული ინვენტარი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ასეთია 4 ოქტომბრის მოვლენების კვალი ორბელიანის მოედანზე, რომელიც არჩევნოვნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე პროტესტის ეპიცენტრად იქცა. პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრის მცდელობის და სიტყვერთან ერთად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი ფაქტის შედეგად ზიანი მიადგა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებას, მათ შორისაა კაფე ბარები. ის რაც შაბათს მოხდა, ვანდალიზმად ფასდება მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილები. ახლა მთავარი შეკითხვა, ვინ აანაზღაურებს სოლიდურ ფინანსურ ზარალს. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობიდან მესამე დღეს ქუჩებს შეტაკებების კვალი ისევ ეტყობა. შესაბამისმა სამსახურებმა მოედნის დალაგება მეორე დღესვე შეძლეს. თუმცა გაცილებით მეტი დრო დასჭირდება კერძო სექტორს იმ ზიანის აღმოსაფხრელად, რომელიც მათ 4 ოქტომბრის აქციისას მიადგათ. ჩამსხრეული ვიტრინების, განადგურებული ინვენტარის და გადამწვარი მწვანე ნარგავების ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს. იმ ღამეს ადგილზე მომუშავე პერსონალი ყვება, რომ კაფე-ბარების დახურვა მოასწრეს. თუმცა ყველაფერი, რაც გარეთ დარჩა, ნიღბებით სახედაფარულმა აქციის მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს. როდესაც დაკეტვა დავაპირეთ, მაშინ უკვე ნახეს, რომ დავიკეტეთ და შუქები ჩავაქრეთ, მაშინ მოვიდნენ და აიღეს მაგიდები, სავარძლები, ყვავილები, ყველაფერი და დაწვეს. უნდა გამოსულიყავით, მაგრამ გაზი რომ გაუშვეს, თვალები გვეწვებოდა და ვერანაირად ვერ მოვახერხეთ გამოსვლა და შიგნით შეტანა ამ ინვენტარის. ისეთი სიტუაცია იყო, რომ ნამდვილად გარეთ ვერავინ ვერ გამოვიდოდით. შეიძლება რაღაც ფიზიკურ შეხებაზე გადასულიყვნენ. კაფე-ბარების მფლობელები ისინიც კი, ვინც მანამდე თავადაც უერთდებოდნენ რუსთაველზე შეკრებილების სულისკვეთებას, ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს აქცია გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას გასცდა და ვანდალიზმის სახე მიიღო. წარმოიდგინეთ, კაფეში ხარ და უცბად მორბის ამდენი ბრბო, ყველაფერს იღებს და ცეცხლს უკიდებს. საერთოდ ყველაფერი განადგურებულია, რაც გაგვაჩნდა, სულ ყველა, რაც გუშინდელი ღამიდან გადარჩა არის ეს საქანელის პატარა ნაწილი. ხახნო, ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არის ვანდალიზმი და ეს არის ბოროტება. ამ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ კი ორბელიანზე მდებარე ერთ-ერთი კაფის მეპატრონე თავდასხმის და მუქარების ადრესატად იქცა. სხვანაირ აქციას არ აქვს აზრი. მშვიდობიანი აქცია არაფრის მომტანია. შეხედეთ საფრანგეთს, მთელი პარიზი იწვის აქციის დროს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ როცა ყველა გააგრესიულდება და მყარად დადგებიან, მაშინ მიაქცევენ ყურადღებას. მოკეტე რა, ზარალი შენს მთავრობას აანაზღაურებინე. თავზე რატომ არ დაგამხეს? თუ არც დადგები, ძალიანაც კარგი თუ დაგიწვეს, ღორო ქოცებო. შენაირები უნდა დაეწვათ, კაია, მიხარია, მთლიანად დასაწვავია. ბევრს ტლიკინებ და მაგ კაფესაც გაგიქრობენ. ახლა როცა დარბეულ ქუჩებზე განადგურებულ და გადამწვარ კერძო საკუთრებაზე პასუხისმგებლობა ყველამ ჩაიხსნა, ფინანსური სახსრების ძებნა კერძო სექტორს თავად უწევს. აქციის მონაწილეების მთავარი არგუმენტი დაზღვევა აანაზღაურებს არ მუშაობს, რადგან დაზღვევა ასეთ დროს მომხდარ ვანდალურ ფაქტებს განიხილავს როგორც არასტანდარტულ შემთხვევას, რომელიც ვერ ანაზღაურდება. ეს არის პოლიტიკური რისკი, ვანდალიზმის ნაირსახეობა, მოით ესე დავარქვათ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური რისკი. სამოქალაქო არეულობა თუ მანიფესტაციები სხვადასხვა ტერმინოლოგიაში სხვადასხვანაირად განიმარტება, როცა ეზღვევა ხოლმე, ეზღვევა არა მარტო მანიფესტანტების მიერ დაზარალებული, არამედ მათი, ასე ვთქვათ, დაშლის შემდეგაც მიღებული ზიანი. დამერწმუნეთ, რომ ერთი მაღაზიის სურვილი და იმისი, ვთქვათ, ძალიან მცირე თანხებით სპეცაქცეპტი გადაზღვევაში ვერ შედგება, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რისკები, კიდე გავიმეორებ, არის სპეცაქცეპტით მოსაპოვებელი გადაზღვევა, საკმაოდ რთულია. ერთადერთი, ვინც ამ დრომდე დაზარალებულებს დახმარების პირობა დაუდო დედაქალაქის მერია. კახაკალაძემ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება იმ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც აქციის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურა დაუზიანეს. ბევრი პრობლემები შექმნეს დედაქალაქში. მე მგონი აქაც ხედავს ხალხი და საზოგადოება განსხვავებას, ჩვენ ვაშენებთ, ვქნით, რეაბილიტაციებს ვატარებთ სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ეს რადიკალები და მოძალადეები ანგრევენ, ანადგურებენ. ძალიან მძიმეა ეს, ძალიან ცუდია. ხალხი ამ ყველაფერს აფასებს. ჩვენ ყველას გვერდით დაუდგებით, ცხადია, ყველას დავეხმარებით და მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ჩვენი მხრიდან. შეტაკებები პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის 4 ოქტომბრის საღამოს. მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას სცადეს. ვითარების ესკალაციის შემდეგ აქციის
მონაწილეებმა დაამტვრიეს და დაწვეს როგორც კერძო, ასევე ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ქონება.